მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. გვერდით გამოფენილ პანელს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. აქვე გამოფენილი დროშები, მათ შორის ის დროშები, რომელსაც ყოველ აქციაზე ატარებდა ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმელი მეტროში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 5 წელი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღესაც იკრიბებიან ბათუმში პროევროპული აქციის მონაწილეები, გრძელდება ეს პროტესტი, მოქალაქეები თვლიან, რომ არ უნდა შეჩერდეს ეს პროტესტი, მაშინ როცა ქვეყანაში ცდილობენ დიქტატურის დამყარებას და მაშინ როცა ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ ჩაკეტეს და მაშინ როცა ამ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პანდეპრების ინდისის ტყვეები, ამ დროს არ უნდა შეჩერდეს პროტესტი. დღეს მინდა ვკითხო ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს იმ ამბავზე, რაც პარლამენტში ვნახეთ, ცოტა ხნის წინ ძალადობა, ჯგუფური ძალადობა პარლამენტში. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ დრომდე არ არის დაწყებული გამოძიება ამ შემთხვევაში, როცა ოცნების დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ გახარიას პარტიის წევრებს, რომლებიც ასევე არიან პარლამენტში. რას ნიშნავს ეს ამბავი პროევროპული აქციის მონაწილეებისთვის, აი ეს გაკეთდეს აქციის მონაწილეებს. საგულშთობისა ეკა, მე რომ გაგესაუბროთ შეიძლება. დღევანდელ ამბავზე მინდა გითხრათ, პარლამენტში რაც ნახეთ, ამ საღამოს ეს ჩხუბი და ძალადობა დეპუტატებს შორის, ოცნების დეპუტატები გაუსწორდნენ ფიზიკურად გახარიას პარტიის წევრებს, ხო? ჩვენ არაერთი ძალადობა გვინახავს მათ შორის პარლამენტში. რას ნიშნავს ეს დღევანდელი ამბავი თქვენთვის? ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ძალიან მძიმე სანახავია ის, რაც ხდება პარლამენტში და აღარ არის ის სივრცე, საკანონმდებლო სივრცე, რომელიც თავისუფლებას გადააჭერს და ეს იყოს განშემოქმედებული პროცესი. სრულიად გასულია ამ თავისუფლებიდან ეს ინსტიტუცია და ძალიან სამწუხაროა, გარდა იმისა, რომ შინაარსობრივ ადამიანებს მდგომარეობა უკვე მოგვიყვება ისეთი დასასრულიც უკრაინაში, რომელიც ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ლოგიკურია ის, რაც ხდება, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია და როგორც რიგით მოქალაქისთვის ძალიან ცუდია და რამდენიც იყოს ახსნა იმასთან დაკავშირებით მართლობასთან და როგორ და ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს აქციის სივრცე, სადაც უნდა იყოს განშემოქმედებული პროცესი და არა ესეთი მდგომარეობა. რა ეტაპზეა ახლა თქვენი დაკვირვებით ეს წინააღმდეგობა და ასე ივანიშვილი ამ გზაზე, როცა მან ჩაუკეტა ქვეყანას გზა ევროპისკენ და ცდილობს რომ დიქტატურა დაამყაროს ამ ქვეყანაში. რა გამოსდის ივანიშვილს და რა არ გამოსდის თქვენი აზრით? ზოგადად მე უფრო მაწუხებს ის, რაც საზოგადოებაში ხდება, ეს არის საზოგადოების გაფრთხილება, ის რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებით, ის რომ არ განვიხილავთ იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ძალიან მძიმედ დგას და ძალიან ბევრი დაგროვდა და ზოგადად აქცენტები არის გადატანილი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის სრულად პროპაგანდისტული ხაზი და ეს სამწუხაროდ გახდა ესე ვთქვათ კარგი ანუ ახერხებს ოცნების პროპაგანდა თქვენი აზრით ყურადღების გადატანას არამნიშვნელოვან თემებზე და ასევე ვისურვებთ რომ ეს ხაზი ესე ვთქვათ სხვაგვარად შემოგვიალდეს და მეტი ვიკითხოთ ერთობლივად რა თქმა უნდა იმაზე რომ რეალურ პრობლემებზე რაც ქვეყანაში არსებობს ეს იქნება დაწყებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს იქნება დაწყებული და ეს არის ანტიდემოკრატიული პროცესები რაც ქვეყანაში მიმდინარეობს მძიმე სოციალური ფონი მძიმე ბავშვთა უფლებების მიმართებით ხალხთა უფლებების ზოგადად ჩვენს ქვეყნის მომავალზე ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ წლის შეაუცილებლად და ამაზე ყველას აქვს პასუხისმგებლობა ყველა ჩვენ რა არის აუცილებელი, აი რა პირობაა საჭირო თქვენი აზრით იმისთვის რომ არ გამოუვიდეს ივანიშვილს საბოლოო ჯამში დიქტატურის დამყარება ამ ქვეყანაში? ჩვენ თვითონ უნდა
რთულია მე მესმის, იმიტომ რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია, მას აქვს რაღაც გაკეთებული. ესე ვთქვათ, ერთ-ერთი დამოკიდებულება ხდება ხოლმე ეს ტალღისებურად ხალხის ჩადრევა ამ პროცესში, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გადავლახოთ, რაღაცნაირად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, ფაქტების სწორად გავაანალიზოთ და მე უკვე დავაკეთებ ისეთი მოთხოვნები, რომელიც ნამდვილად ხაზგასმის პრობლემებს რაც არსებობს და ამის ირგვლივ მე უკვე რეალური დისკუსია და მოთხოვნები წარიმართა. ეს არის ალბათ აუცილებელი ყველა ქვეყნის ვალდებულება, რომ ესე მოხდეს. მადლობა, ესე კაბოკუჩავა იყო, ხო? ხომეშ მოგვარი. მადლობა. ესეთია ბათუმში საპროტესტო აქციის, პროევროპული აქციის მონაწილეების შეხედულებები, მათ შორის რეაქციები დღეს პარლამენტში მომხდარა ამბავზე. მოგესალმებით, ვიდრე გაგესაუბროთ თქვენ ამ შემთხვევაში ბოდში. პარლამენტში რაც ნახეთ დღეს ამ საღამოს, ეს ჭუბი და ფიზიკური ანგარიშსწორება, ოცნების დეპუტატები მოკეთ ფიზიკურად გაუსწორდნენ გახარიას პარტიის წევრებს, ხო? რას ნიშნავდა ეს და რას ნიშნავს ეს ამბავი თქვენთვის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს გამომწერებს, თქვენს მაყურებლებს. ესე როგორც ასეთი განსაკუთრებული ყურადღება არ მიქცევი ამ ჭუბის კადრებისათვის და საერთოდ აქ სიტუაციას საერთოდ გადავავე და მარტივი შეფასება მაქვს ყოველთვის დაუსჯელობის სინდრომი ყველგან დათარიაშოთ, მათ შორის პარლამენტში ციციან რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ საქციელისათვის და ამიტომ იყო ეს ყველაფერი ასეთი ფორმით გამოხატული. რაც შეეხება გახარიას ეგრეთ წოდებული თანაპარტიებს, სხვათა შორის მე მგონი ის ადამიანები არიან, ვინც მანდატს დახარბდნენ, ჩემი პირადი შეფასება ეს და არა სავალდებულო. ყველა მეთანხმებოდა. ანუ არ გირდა მათი შესვლა პარლამენტში თქვენ. აი ძალიან კარგად ვიღაცები რო კიდე გაწექცეკებულ საარჩევნო კოდექსში პირდებოდნენ ვიღაცები არჩევნების ქალაქების გამოგლეჯას, ძალიან კარგია, ჩემი აზრით, უნდა იგრძნონ ეს ყველაფერი, თუ საჩევდნენ და ვის ბოდიში ამ რუსული წყალზე გაუправეს რაღაცები. ნუ ცდილობა ყოველ შემთხვევაში ჩემგან ესე შეფასდა. ამიტომაც დიდად არავღელებ რომ მაგამით, იმიტომ რომ რუსულმა ხო, მაგრამ ვიყენებთ პოლიტიკურ ტრიბუნალს, რომ აკრიტიკებთ ოცნებას, მართლაც აკრიტიკებენ, ხო? ეხლა ძალიან ბევრი წევრი გახარიის პარტიიდან გამოირჩევიან, ამით რომ ისინი ამ ტრიბუნალს იყენებენ, იმის რომ თავიანთი კრიტიკული პოზიციები გააშხერონ, მათ შორის დღეს. ჩემი აზრით, ეს ტრიბუნა მათ ჭირდება საკუთარი პირადი რეიტინგის ამაღლებისათვის, საკუთარი ფილმის დაწერისათვის, თორე კრიტიკა რეალურად არაფერს მომცემი არ არის და ყველამ კარგად ვიცით რომ ზუსტად ეგ ჭირდებოდა ოცნებას რომ ვითომ ოპოზიციური პარტია ყოლდა პარლამენტში და რაღაც სახის შენარჩუნების ცდილობა იყო. თორემ ყველაზე ზუსტად ეგ აწუხებთ და იმიტომ იციან რომ ეგენი არიან ძალიან ზელეგიტიმურები ზუსტად მაგიტო რომ ოპოზიციური პარტიები არ თანამშრომლობენ ამ ლეგიტიმურ პარლამენტთან. შესაბამისად, ვინც ამ თამაში ჩაერთო და ის პარტიები ვინც თავისიანთი წვლილი შეიტანეს რომ ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი თავის საკითხად დაეტრიალინა ცდილობა ქონოდა, ეს ძალიან კარგი შედეგი მიიღება. არ ვიცი, კიდევ არავღელებება რო არ მოგაწყვეტ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ღვაწლოსილი ექიმებს აკავებენ იმის გამო, რომ ადამიანი გულწასული ადამიანის საშველად იყო მისული ფიზიოლოგიური ხნარით, ადამიანი რომელიც აქ დროშას აფრიალდა, ეს ადამიანი 5 წლით პარტიის თავისუფლების აფეთა მიუსაჯეს. შესაბამისად, ქვეყანაში გაცილებით სიტუაცია, ვიდრე იქ ვიღაცა ვითომ ოპოზიციური პარტიის წევრების ფიზიკური ძალადობა. ძალიან კარგია ჩემი აზრით, ეგება ეხლა მაინც უფრო კარგად დაფიქრდნენ თუ რა არის სამშობლო და ვისთან თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, ეს ყოფილიყო სხვა სიტუაცია, სხვა შეფასება მეკნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი ერთი რიგით მოქალაქის პოზიციით დამსახურებული იყო ეს ყველაფერი. არავს და არავს არ ვემხრობი ძალადობას, რა თქმა უნდა, გამორიცხული უნდა იყოს ეგეთი რაღაცა, მაგრამ როცა ასეთ პოლიტიკურ კრიმინალურ ძალას გაუვიგდები, შედეგებიც უნდა მიიღო. ასე რომ წარმატებას უძღვნა ამ საკითხში. მადლობა, გიორგი ხამადაძეს უსმენდით პათვალების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, რომ გაგესაუბროთ შეიძლება. რა ეტაპზეა ახლა წინააღმდეგობა თქვენი აზრით, რა გამოსდის წინააღმდეგობას და რა არ გამოსდის ივანიშვილს თქვენი აზრით? წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს, რაც არ უნდა შეფასება იყოს, მაგრამ ივანიშვილი ვერ აჩერებს ხალხის ხმას. ვერ გააჩერებს ხალხის ხმას ივანიშვილი. ხალხი მაინც დაუმორჩილებელია. სამართლობას ვერ ეგუება. მაგრამ იღებს სხვადასხვა კანონს, ხო, რეპრესიულ კანონს, მათ შორის ტროტუარზე დგომის გამოც კი აკავებენ ადამიანებს და აპატიმრებენ. აჯერებენ 5-5000 ლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ხო, საქართველოში. ეს ყველაფერი არ გამოიღებს შედეგს, ბევრი შეიძლება მის გამო შეშინდა კიდეც და აღარ გამოდის, ხო, იგივე ამ საპროტესტო აქციებზე. ხალხი ვინც აღარ გამოდის, ნამდვილად შეშინდა. მაგრამ უნდა ვანახოთ ყოველდღიურმა ხალხმა, რომ
უფრო მნიშვნელოვანს კარგავს, ვიდრე ჩვენი კეთილდღეობა. საერო საქმეს ვაკეთებ. ბევრი სოციალური პრობლემაა. ალაფერს ერთად ვაპრობთ. სოციალური სამართლიანობა მადლობა თქვენი სახელდაგვარი. იქნებ მოფარეს. დიდი მადლობა. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მოდი გავისაუბროთ აქციის ასევე რამდენიმე სხვა მონაწილეს. მოდი დავითრობა გიძეს კითხავ ის პოლიტიკოსია ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სახელმწიფოებისა დავით ბოდიში გაწყობინებთ საუბარს, მაგრამ ლაივში ვარ. თქვენ პოლიტიკოსი ხართ და საინტერესოა რაც ხდებოდა დღეს პარლამენტში ან პოლიტიკურ ტრიბუნებთან. რა იყო ეს? რა ხდებოდა რამოდენიმე დღის უკან თეთრსახში? ამ ბატონ ტრამპს აყურებიეს ჩხუბი. ისი აყურებიეს დღესაც ამ ჩვენს ჩიჩილაკს ჩხუბი. უბრალოდ მე გული მტკივა იმაზე რომ კარგი გასაგები იყო რომ დეპუტატი გახადეს. რაღაცის გამო მიცეს, მაგრამ ლაშა თუ ასე გამევიდოდა შარჩოებიდან მე არ მეგონა. ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ მაინც როგორც ყველა დიდი სპორტსმენი თქვა, ხო? მაინც მის ჩარჩოებშია და თავისი პრინციპები აქვს, რომ არ უნდა დაჩაგროს მასზე მეტი სლავი. ეს ჩვეულებრივი მომენტია, ეს ლაშამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ იმდენად უსასრულობაში გადავიდა ფოცები და იმდენად გათახსირდა ფოცები, რომ აი კალახაძეც კი ამ ბალოჩი დამდგომაში სიბიძურე. რაში დასჭიდათ მათ ეს ნაბიჯი თქვათ ეს სანახაობისთვის მოქალაქეების დასაშინებლად და ჩვენს ამ ადამიანების დასაშინებლად. რომ აი ჩვენ ახეთ ჩვენს კოლეგებსაც რას უშურებით, ამ შორის პარლამენტშიც კი შემიძლია ვიძალადო ადამიანზე, ანუ ამის დიახ, და კოლეგაზე არ არის საუბარი, ჯერმეტი პარლამენტის წევრზე ძალადობას კანონი გძალა. დეპუტატსაც კი უბედავ ცემას. რა თქმა უნდა, დეპუტატი ცემეს და მე და შე რას გვიზამთ. მე ამას გეუბნები ვიღაცა რიგითი ადამიანის მხრიდან, რომელსაც ოჯახი ყავს, რაღაცა. ან თქვენ ფიქრობთ რომ ამაზე იყო გათვლილი ეს წინა? ყველა მაგაზია გათვლილი, გააჩმო დააჩმორონ, ასე ვთქვათ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც კიდე შემორჩენილი აქვს პროტესტის დროს. აი, პატარა მაგალითი, ხო? დაგვაჯარიმეს 5000 ლარები. რაღაც ნაწილმა აღარ მინდაო რა, ამდენი უალი რაფერ გადავიხადო და წევიდა და შეეშვა, აღარ მოდის, ხო? მაგრამ ის ნაწილი, რომელიც დაჯარიმებული ვარ, დაყადაღებული ვარ და არსად არ მივდივარ, მაინც ეგრდვარ ვარ. დაგვიჭირეს, დაგვაყადაღეს, ჯარიმები დაგვადეს, დაგვინგრიენ მთელი ცხოვრება, მაგრამ მაინც ვდღან ვარ. აი ის გათვლილი. ანუ მაინც რჩება აქტიური ნაწილი, რომელიც არ ჩერდება და გამოხატავს პროტესტს. ეს ხუბიც, აი დღევანდელი საქციელიც გათვლილი იყო იმ ნაწილზე, ვინც ცოტათი რადიკალურ ფიქრობს, რომ იცი რა, ემთავრობის წასვლის დრო მოვიდა. მეტი არაფერი და მიიღებენ საპირისპიროს ფიზიკის კანონია, რაც მეტი დაწოლა, მით მეტი წინააღმდეგობაა. გამომდინარე აქედან, ანუ არ გამოუვა თქვენი აზრით ამ პროცესის ჩახშობა და დამორჩილება ივანიშვილის ყველაფერს საზღვარი აქვს, ყველაფერი რამდენი ხანი გამოუვა. კომუნისტებმა 70 წელი წილეს, ხვიტეს, ასახლეს, რა არ მოუკეთეს მოსახლეობას, ხო? მთელი ქართული ინტელიგენციის, არა მარტო ქართული, დიდი ნაწილი დახვრიტეს, მაგრამ 70 წლის მერე მაინც შეიცვალა. მაინც ჩააბარენ წარსულს და დღეს მათი შვილები და შვილიშვილები მიუხედავად იმისა, ვაბანკზე წამოვიდნენ და ხელისუფლებაში არიან დღეს. მაინც დაწყევლილები არიან. აი მე რა მიკვირს, იცი? აი სერიოზულად ვამბობ და არ მინდოდა ამ თემას და ძალიან ისე ვეხები რელიგიურ საკითხებს, მაგრამ აი რას როგორ არ შერცხვათ იმ ადამიანებს მაინც იმ პიროვნებებს, რომლებსაც ანაფორა აწვიათ, იჯდნენ და ამ ყველაფერს უყურებდნენ. კი დღეს პატრიარქის შიო ეს დავანებოთ ვინ იყო, ხო შეეძლოთ გამოსულიყვნენ და დამდგარიყვნენ იდიოტების წინ და ეთქვათ რას აკეთებთ ქართველები. ესეც არ გააკეთეს, აი ამის ერთი ადგილიც არ ეყო და ვის უნდა წამდეს ამათი მე აღარ ვიცი, ვინც ხარ წამდა, იმასაც აღარ წამს უკვე ამ ნაწილს. უნდა გამკიცხონ და უნდა დამჩამთო. აღარ დობა აღარა ამ ხალხის მიმართ, გამიგეთ? ამიტომ შეაზარეს ხალხს, შეეზარება უკვე ხალხ მათი მხარეს გახედვა. აი ეს იყო
ყველაზე დიდი სიცხვილი, რაც დღეს მოხდა პარლამენტში. სამდელოების მხრიდანაც და ხელისუფლების მხრიდანაც. მადლობა, ეს ჩვენ მაინც ვერ დაგვაქცევდა და ვერ დავიწყო დაგვაქცევდა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი კიდევ ერთ მონაწილეს მოვისმინოთ, მერაბ ჯიხაძეს, მერაბ საღამოშობისა. თქვენთვის რა იყო ეს ამბავი დღეს რაც პარლამენტში ვნახეთ, ჩხუბი, ქართული ოცნების წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ კახარიას პარტიის წევრებს. რას ნიშნავდა ეს ამბავი თქვენთვის? ეს ჩვეულებრივი ქართული ოცნების სახეა. მოხდა იგივე რაც მოხდა 28 ნოემბერს, 29 ნოემბერს, 30 ნოემბერს, 1 დეკემბერს, როდესაც ხალხის ხმას ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს, ერთ-ერთი არგუმენტი გადავიდნენ ხალხის ცემაზე, წამებაზე და იგივე ეს მოხდა ეს 7 ადამიანი თუ რამდენი დეპუტატი ხავს კახარიის პარტიას, მოაქციეს ალყაში და არა ქართულად, არა ადამიანურად, არა ვაჟკაცურად, არა ქუჩურად, არა ქურდულად, არა სამართლიანად გაუსწორდნენ რა. რის დემონსტრირება იყო ეს, რომ აი ფიზიკურად შემიძლია მე თან პარლამენტშიც კი ვიძალადო, ანუ პარლამენტის წევრიც კი დავჩაგრო. ეკურება კუნთებზე, იცის რომ ძალოვანი სტრუქტურა მის ხელშია, იცის რომ ეს ადამიანების წამებაში აქვს ხელები გასრული და მათ იქეთ ძა არ აქვს და ანუ შესაბამისად აქვს კანონები, რომლის მიხედვითაც სამხრივად ნებისმიერი ადამიანის გამართლება შეუძლია, ოპონენტების გამართლება, თვითონ კი ჩვეულებრივ გაემართებენ თავს. ის რაც პარლამენტში მოხდა, ანუ მაგის გამო ზიამაღლობელი, მაგის გამო კი არა, ანუ ეს უფრო უარესი მოხდა, ანუ სილის გაწვნის გამო ზიამაღლობელს უწლიანი საშელი მიუსაჯეს, პოეტ ვიადილატიანის უწლიან საჩელს იხდის და დარწმუნებული ვარ, ამათ მინიმუმ დეპუტატის მანდატს არ ჯერჯერობით გამოძიება დაწყებული არც არის, მე როგორც ვიცი. და დარწმუნებული ვარ, არც მოხდება ეგ ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ როგორც კი ძალაუფლება დაიწყოს ხალხი აუცილებლად აგებენ ხალხი ასუქს აი პოლიციის მუნდირი შეურაცხეს, აქ ქართული პარლამენტარიზმი შეურაცხეს. რა თქვენ ფიზიკურ ძალას გაუსვით ხაზი, რომ პოლიცია, პროკურატურა ეს მათ ხელშია, ხო? რა წონა აქვს ამას დღეს ოცნების რეჟიმის ხელში თქვენი აზრით? ზოგადად ეს არის დღევანდელი ცნება არის ავტორიტარიზმი ქვეყანაში და ანუ ეს დეპუტატები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ბიძინას უტკიცებენ, ვინ უფრო არის მისი ერთგული ჯარისკაცი. იმის მარიო ვარგას ლიოსას ლეგენდარულ წარმოებში ვაცის ნადილში, იქაც ვაკ ასეთი სიუჟეტი რა, როდესაც ტრუხილიოს დიქტატურა ბოლო ფაზაში იყო, ტრუხილიოს მომხრეებმა საკუთარ კარებზე აბრები გააკრეს ამ სახლის პატრონი ტრუხილიოა რა, ამ სახლის უფროსი ტრუხილიოა და დაახლოებით იგივე ხდება, აქაც ხდება ეს პოსტები, რომ აი ამ კაცის ხალას არავის ვაპატიეთ და ბიძინა რა, ქვეყნის ხალას კი არა, ამ კაცის ხალას არა, ამ კაცის შეურაცხყოფა, ამ კაცის გაწმილებას, იგივე მოხდა თუნდაც გარიბაშვილის დაჭერაზე, ხო, დაუბრუნებული იყო და პროპაგანდა არისო და რა უნდა ეთქვა და როგორ გაეპარებინა ეს სამხარაზე გამოვიდა ამ კაცის ხალას არავის არ ვაყდა ბიზნეს უნდა დააშვა ანუ ბიზნეს უგალატაო და იმიტომ დავიჭირეთ ხო ანუ ქვეყანას უგალატაო გაძარცვაო რაღაცა კორუფციული სქემები ქონდაო და მაგრამ რით არის შესაძლებელი ამ ყველაფრის დამარცხება ხო აი მარაზმის რაც ახლა თქვენ არ წერეთ რომელსაც შეყავს ჩიხში ქვეყანა და პერსპექტივაში და სიგნალებში ახლა უნდა გაიგოს უნდა დაიჯეროს რომ მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გააკეთეს იმიტომ საკუთარ თავს არ დაისავენ, არავინ არ დაისავს მათ ოცნების საცეცები და ეს რევანშისტული რაღაცა ხელი ეხება თვითონ უკვე ოცნების მომხრეებსაც, ხო? ანუ ჩვენ გახსოვს საფრთხეს ვიყავით ბულგარეთის სანავაქციაზე მომდები ოჯახთან ერთად და არ დამხდარა ის გამხირავებლები და ისინი, მაგრამ დამხდა რაღაცა ერთ კუთხეში ვიღაცა იყო, ხო? ანუ ვიღაცა პრივილეგირებული იმას აქ მოტოციკლეტების გამხირავებელს ჯერ კიდევ ჰქონდა, მაგრამ ვიღაცა ხო დაინახა დანარჩენები ყველანი გაასუფთავეს, ყველასგან იქავრობა იმერს დაუტოვეს და ეს ლელე შეუწყობა მოხდება. თუნდაც იგივე დღევანდელი ამბავი ხო ეს სოციალური სტატუსი კი, შეუწყვეტეს კი. ძალიან ბევრი ადამიანს. 52,000 ადამიანს. 40,000-დან 22,000-ო შეუწყვეტეს სტატუსი. ეს სტატუსიო და ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტშია დაუზოგდეთო 53 მილიონი ლარიო და
2024 წლის ასე დასაქმებაც გააუქმეს, ეს დასაქმება რომელიც იყო სამასთან დასაქმება პირობითად, თითქოს ტანკს ალაგებდა ადამიანი ქედაში. მივესალმები ადამიანები. ხო, მაგრამ ასე გამოიყენეს ეს პროგრამა წინას არჩევნებს. ხო, ეს ხო ძალიან კაფეოდ გამოჩნდა. თითქოს ანუ ხალხს უნდა ეს გაუსაღონ, თითქოს ანუ თქვენს ფულს უთილდებითო და რეალურად ანუ 2024 წლის თავიანთი აუდიტის მიხედვითაც კი ხელისუფლების ანუ საჯარო მოხელეების პრემია დანამატება შეადგინა 527 მილიონი ლარი რა, 10-ჯერ მეტია ვიდრე ეს რაღაცა ანუ სოციალური დახმარება რომელიც მოხდეს 22000 ოჯახს. ხო წარმოგიდგენიათ ანუ ამ ხელა მოქალაქეებს რა შეიძლება ქნას ამ დროს, როცა ეს უყურებს ამ ციფრებს? მოქალაქეებს ცოტა თავი უნდა გააქანოს და უნდა მიგდეს რომ აბრიყვებენ, ასულელებენ, რომ დედა ისეც დედა, მამა ისეც მამა, რომ რავი რა, ხდება რა რეალურად გაათხოვებენ კაცებს ევროპაში ან ომი იქნება. რაღაცა ეს ომში ჩართვა და რაღაცა და დღეს ხალხის ნაწილი ფიქრობს რომ რაღაცა ომში ჩართვისგან ვიხსნეს და ეს არის თელი ისა და თუ ახლა მაგალითად გადავხედავთ ახლა წინა დღეს შეხვდა დაინახეთ რა ჯერ ეს მოსკოვი დაბომბეს მე აქეთ აი დამოწმე ხალხს რუსეთში რამოდენიმე ქალაქი დაბომბეს და მე ვანამდე ვნახე კიდევ პუტინის ინტერვიუ რომელმაც განაცხადა რომ ომი 2030 წლამდე გაგრძელდებაო რა მინიმუმ და ანუ შეუძლიათ პატრიოტების ხალხაჭერეს გადაახვიონ წარსულში ნახონ აი მაგალითად თუნდაც 2024 წლის წინასაარჩევნო დაპირება რომელსაც ბიზნე პირდებოდა ხო წელს თუ არაო ანუ 2025 წლის ბოლოს ყველა ვარიანტში დამთავრდება ეს და თუკი ტრამპი მოვიდა 2025 წლის დასაწყისში და 26-ია და აგერ პუტინის აქს 30-ში დამთავრდება ხო რეალურად უნდა მიხსნე რომ ეს გევანდელი ჩვენი ძალაუფლება არის იმ ხალხის ხელში რომელსაც არც გეოპოლიტიკური გათვლები გააჩნია არც აიმე გეგმა სად უნდა წავიდე ისინი ეხლა ხო ანუ წავიდა საუბარი რომ მოხდება შიდა ქართლის ანექსია რუსეთის მიერ და მიერთება ხო ანუ ისთან მიდიან ისე უნებიან სად უნდა ხო ეხლა რა ხო გამოვიდეს პუტინი და ხელს ვაწერა ანექსია არც არაფერი ხო ანუ რაგუცხებია რომ ეს ოვინმენტ ამპალმა პლუსმა ნაციონალურმა მისიისა და გადასცა ეს იქნება ანუ ვერაფერს ვერ უპირისპირებენ რუსულ საფრთხეებს ეს არის ანუ საფრთხეთან დავჭით მარტო და ხალხმა უნდა გააცნობიეროს რომ ეს თუ ჩვენ აქ რაღაც მდობის მაგვარი ანუ უტაფორიული რა გაგვაჩნია ეს არის თურქეთში მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცების და თურქეთში არა უკრაინაში ჩვენი ჯარისკაცების დამსახურება და უკრაინელი ხალხის დამსახურება. მადლობა. ეს მერაბჯიხაძე იყო კონსულტანტი ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს, აქ ისევ რჩებიან აქციის მონაწილეები. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეს არის ერთგვარად ტრადიციული შეკრების ადგილი პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის. აქ არის გამოფენილი ის დროშებიც მათ შორის რომელიც ხელს შეჭირა ყველა აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძეს ბათუმელ მეტროშეს რომელსაც რამდენიმე დღის წინ მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და სწორედ იმის გამო რომ დროშით ხელში გადაადგილდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ის კიდევ ერთი სინდისის პატიმარია ალბათ ვიდრე სინდისის პატიმრები ყავს ამ ქვეყანას პროევროპული აქციის მონაწილეები წინააღმდეგობის წევრები თვლიან რომ ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს და არ უნდა დამყარდეს ქვეყანაში დიქტატურა. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის.